გამარჯვებით ქართველებო, ქრისტესთვის, ზვიადისთვის და საქართველოსთვის. დღეს არის 31 დეკემბერი 2020 წლის. დეკემბრის დღეები საქართველოს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში არის ძალიან მძიმე დღეები. 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო საქართველოში სამხედრო გადატრიალება. კრიმინალების, ბანდიტების, საბჭოთა ნომენკლატურის, რუსის ჯარის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობით. შუა თბილისში დაიწყო შეტევა კანონიერ ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე. დაიწყო შეტევა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტზე. წინა საახალწლო საჩუქარი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, იმპერიამ და კერძოდ იმპერიებმა, როგორც ზვიად გამსახურდია მას უწოდებს თავის ინტერვიუში ეროვნება არ აქვს ცხოველს, ევროამერიკულმა იმპერიამ და რუსეთის იმპერიამ ერთობლივად შეუტიეს საქართველოს სახელმწიფოს და კერძოდ მის პრეზიდენტს, რომელმაც არ დათმო საქართველოს ინტერესები, მანამდე ბევრჯერ იყო მცდელობა ზვიად გამსახურდია როგორმე თავის მხარეს გადაეყვანათ ქართველი ერის საწინააღმდეგოდ, საზარალოდ. რა თქმა უნდა, ყოველი გარიგება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ხდება, თავისთავად ეს გარიგება ერის და ქვეყნის საწინააღმდეგოდ ხდება. არც ერთი სპეცსამსახური გარიგებას არ დებს სხვა ქვეყანასთან, თუ მას რამე სარგებელი არ აქვს ერიდან. და კერძოდ უკვე, როდესაც კერძო პირებს კი აძლევენ, ეს პრეზიდენტი იქნება, პრემიერ-მინისტრები იქნება თუ სხვა სახელმწიფო პირები, გულისხმობ მთლიანად მსოფლიოში. ეს უბედურება გრძელდება დღემდე. გესმით თქვენ ხმა გარეთ ეგრეთ წოდებული მაშხალების. მაშინ კიდე შუა თბილისში მიდიოდა ომი. და ხოცავდნენ ქართველ ჯარისკაცებს, ქართველ ადამიანებს. თვით ახალ წელსაც კი, საერო ახალ წელს გულისხმობ მე, რასაც დღევანდელი თუ წინა საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ახალი წელი ის რო ეძახიან და რო აღინიშნება, არ გაჩერებულა სროლა, ბომბები, თუმცა ქალაქის მეორე მხარეს იყო შამპანურების სროლა, ქეიფი, დროს ტარება, მხიარულება. და რა იყო სამხიარულო, როდესაც ქვეყანის დაქცევა მიდიოდა. დღეს ჩვენ ხედავთ, რა შედეგები გამოიტანა ამან. ეს ყველაფერი დაიწყო ედუარდ შევარდნაძემ. ედუარდ შევარდნაძე ედგა სათავეში. აი ამ ბანდიტებს, ბანდას და იმ ყველა სპეცსამსახურს, რომელსაც კი რამე ინტერესი გააჩნდა საქართველოში. და მან ყველა სპეცსამსახური შემოყარა აქ, თუ კი რამე არსებობდა. დაწყებული სამეზობლოთი, დამთავრებული სხვა ოკეანის გაღმა იქნება თუ ევროპის თუ ასე შემდეგ. ედუარდ შევარდნაძემ ბევრი უბედურება დაატეხა ქართველ ერს. ამაზე მე დღეს არ მოვყვები. ასევე ამ დროს, აი ამ დღეს კოლხურ კოშს უტევდნენ. იარაღით. გიორგი ყარყარაშვილი და ძმანი მისინი. იქ კიდე ქალბატონი მან არჩვაძე გამსახურდია თავისი მცირეწლოვანი ბავშვებით იმყოფებოდა. წარმოიდგინეთ თქვენ ამ ბანდიტების მორალი. ესეთი რამე არც ერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია. დამპყრობლები მაინც ანგარიშს უწევდნენ ქალებს, ბავშვებს,
მათზე პირდაპირ იერეში არ მიქონდათ ხალხო შეუერაღებელი ხალხის წინააღმდეგ მათ დაიწყეს შეტევა ბომბების სროლა და ემუქრებოდნენ ეხლა ეს ხალხი კაცები არიან და ადამიანები არიან რა თქმა უნდა ესეც ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით თქვენ წარმოვიდგინეთ რა ახალი წელი იყო კოლხური კოშკისთვის ეს 31 დეკემბერი ალბათ თითოეული თქვენთაგანი თუ გაისიგრძეგანებს ეს შინაური იქნება თუ გარეული იქნება რომლებიც ზოგჯერ ნიანგისრემლებს რო ღვრით ხან ინტერნეტში ხან სადმე რო ნახავთ იმ სცენებს სადაც ხდება ადამიანების ესე დაჩაგვრა უსუსური ადამიანების წინააღმდეგ ბავშვების წინააღმდეგ ქალების წინააღმდეგ არაფერი არ შეცვლილა ბატონებო დღესაც იმ სიტუაციაში ვართ და იმ ხალხს არც ერთს ბოდიში არ მოუხდია პასუხი რო არ უგია ამაზე ჩვენ ყველა ვხედავთ უფრო მეტიც ის ხალხი ვინც კი აი ამ სისაძაგლეს ჩადიოდა დღევანდელ დღეს მოგვევლინნენ ბიზნესმენებად მილიონერებად მილიარდელებად ეს შეტევა კოლხურ კოშკზე შევარდნაძეს ბრძანებით იყო კოლხური კოშკი სიმბოლო იყო ერთიანობის ქვეყნის ერთიანობის კონსტანტინე გამსახურდიამ დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ ასე ვთქვა დიდოსტატმა კონსტანტინე გამსახურდიამ რომელმაც შეგნებულად შუა თბილისში კოლხური კოშკი ააშენა როგორც თავის დიდოსტატის მარჯვენაში საუბრობს სვეტიცხოველზე სიმბოლო ერთიანობისა ქართველებისა სიმბოლო იმისა რომ არ მოხდარიყო აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის გათიშვა გააყოფა მან ამით აჩვენა რომ კოლხური კოშკი ეს არის სახელმწიფო ერთიანობის სიმბოლო ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო რომ ვერავინ ვერ გაბედოს მისი დაყოფა დანაწილება და დღესაც როგორც ანთებული სანთელი კოლხური კოშკი ყველა იმ ჭეშმარიტ ადამიანს გულს უნათებს რაც მტრისთვის ეს ყოვლად მიუღებელია დღეს კია კოლხური კოშკი ასევე დღეს არის ჩაბნელებული განადგურებული ამის ახსნას არ მოუყვები ხა კარგად იცით თქვენ მე უბრალოდ მინდა თქვენ შეგახსენოთ კოლხური კოშკის მოკლე ისტორია რამე თუ დღესაც საქართველოს მტრები უпростоრად უმიზნებენ კოლხურ კოშკს რომ კოლხური კოშკი მოშალონ როგორც სიმბოლო სახელმწიფოს ერთიანობისა რაც ედუარდ შევარდნაძემ ვერ შეძლო ის სურთ დღეს სხვებმა გააგრძელონ სხვებმა გააკეთონ რასაც ჩვენ შემდგომში გეტყვით ჯერ კიდე ედუარდ შევარდნაძემ 1975 წელს ცადა კოლხური კოშკი ხელში ჩაეგდო რაც მან ვერ მოახერხა რამე თუ ზვიად გამსახურდია იყო და კოლხური კოშკი ასე ვთქვათ იდგა ფეხზე და მისი მცდელობა ყველანაირი კოლხური კოშკის ხელში ჩაგდებისა არანაირად არ გამოუვიდა როგორც კი მან შეძლო პუჩის მოხდენა საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარის საშუალებით და კანონიერმა ხელისუფლებამ პრეზიდენტმა 6 იანვარს შობის წინა დღეს მართლმადიდებლური შობის წინა დღეს თორე ის 6 იანვარი არ არის თქვენ იცით ალბათ რომ 7 რიცხვი ეს არის 25
დეკემბერი ნამდვილი სტილით ძველი სტილი არ ქვია მაგას ის არის ნამდვილი სტილი ძველი და ახალი არ არსებობს არსებობს ნამდვილი და არსებობს გაყალბებული ასეა აქაც ეს დღევანდელი ეგრეთ წოდებული კალენდარი არის გაყალბებული მწვალებლების მიერ ეს სხვა დროის თემაა და თუმცა კოლხური კოშკი როგორც ასეთი გადარჩა გადაწვას განადგურებას რამე თუ ზვიად გამსახურდია არის და სისხლის ზღვრას თბილისში მის გადაწვას გადაბუგვას მე და ჩემი მეუღლე პირადად უზენაეს საბჭოში ვიმყოფებოდით მაშინ შიგნით რა თქმა უნდა და შიგნით სადღაც 7000 ჯარისკაცზე მეტი ადამიანი იყო თავისუფლად შეიძლებოდა ის 150 ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი შეერაგებული ძალის ნებისმიერ დროს მათი განეიტრალება მაგრამ როგორც კი ჩაერთო და როგორც კი იქნა მასალა აღმოჩენილი რუსის ჯარის ოფიცრებისა ამის კადრები არსებობს ინტერნეტში მეც მიდევს და სხვებსაც სადაც უზენაეს საბჭოს შიგნით შემოვარდა ბეტერი სადაც იჯდა რუსი ოფიცერი თავისი საბუთით ეს უკვე იყო იმის ნიშანი რომ აქ ჩაერთო უკვე კავკასიაში დისლოცირებული რუსის ჯარი და მისი სპეცდანაშულების დანაყოფები ბატონო ამიტომ აზრი არ ქონდა რაც არ უნდა ბრძოლები გამართულიყო დღე უკვე მიცემული იყო ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ფორმა თითქოს იყო ეს სამოქალაქო ომი ამიტომ თბილის ქვაზე არ დატოვებდნენ და ამის გამო ზვიად გამსახურდია გაერიდა კი არ შეეშინდა ან სიცოცხლის ან რამის არამედ ის პირტიტველა ბიჭები გაარიდა აი ამ უბედურებას იმიტომ რომ აზრი არ ქონდა ყველა ჩახოცავდნენ იმიტომ რომ ნებისმიერი მეთოდით ელცინს რა თქმა უნდა შევარდნაძეს დავალებით და მისი ძმების ევროამერიკელი იმპერიალისტების დავალებით ბრძანება ჰქონდათ მიცემული რომ ხელში ჩაეგდოთ კანონიერი ხელისუფლება და დაემხოთ ის რამე თუ წინ უკვე იყო მომავალი უკვე განსაზღვრული იყო რომ უნდა მომხდარიყო ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის დაშლა და ამ სიტუაციაში საქართველოს ჭეშმარიტი და მოუკიდებლობა არავის არ ჭირდებოდა. გახსოვთ ალბათ ჯორჯ ბუშის განცხადება უკრაინიდან, რომ ზვიად გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავსო. რამე თუ ზვიად გამსახურდია აშენებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და არა ეგრეთ წოდებულ თანამეგობრებში და სხვაგან გაერთიანებებში მონაწილეობას. ზვიად გამსახურდიამ გასცა პასუხი, ეგ ყველა მიცის და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დინებას მკვდარი თევსები მიყვებიან. ამის მერე ედუარდ შევარდნაძემ 1992 წლის 14 მარტს კოლხური კოშკი გადაწვა. გადააწვევინა. რა თქმა უნდა თვითონ გასცა ბრძანება და ის მან გადაწვა. ცეცხლი წაუკიდა. ამაზე უფრო დიდი ვანდალიზმი მე არ ვიცი, აბა. წარმოუდგენელია. უფრო მეტიც სახანძრო მანქანები, როდესაც მოვიდნენ იქ ჩასაქვე, ისიც კი არ მიუშვეს, რომ ბოლომდე ჩამწვარიყო კოლხური კოშკი. და შედეგად რაც მივიღეთ, ნახეთ თქვენ. დღეს საუბარია ინტერნეტში ზოგიერთები არ ამკითხე თუ მკითხე ადამიანები მსჯელობენ, რომ კოლხური კოშკი უნდა გადაეცეს სახელმწიფოს. კი, მაგრამ სახელმწიფო სად არის? პირველ რიგში სვამ შეკითხვას, რომელ სახელმწიფოს? საოკუპაციო რეჟიმს?
რომელმაც საყდისი ისე ააფეთქა, რომ კაციშვილისთვის არ უკითხია. თუ რამეს მიგონებ ბატონებო ბრძანეთ. ესე არ არის? მას ჰქონდა სტატუსი მინიჭებული, თუმცა ერთ დღეში ის სტატუსი მოუხსნეს და იქნა განადგურებული. საოკუპაციო რეჟიმის მიზანი ის კი არ არის ქართველი ხალხი ააყვავოს, ქართველი ხალხი განადიდოს, მისი კულტურა აღამაღლოს, არამედ პირიქით. და კულტურის ცენტრი და ეროვნული მოძრაობის ცენტრი შუქურა როგორც ასეთი ეროვნული მოძრაობის არის კოლხური კოშკი. კოლხური კოშკის იდეოლოგიაზე ვდგევარ ჩვენ დღეს, რომელიც არ აძლევს საშუალებას იმპერიებს გათიშოს საქართველო ნაწილებად. და მაშინ რას ემსახურება ეს ბატონებო, მითხარით ერთი? თუმცა მე იმ ადამიანებს მინდა ვკითხო ერთი, ვინც ამ წინადადებით გამოდის კი, მაგრამ აბაშაში მდებარე კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი რატო არ არის მიხედილი? 5 წელიწადია უკვე იქ ქვაქვაზე არ დადებულა, თუმცა იმის და მიუხედავად ეგრეთ წოდებულმა სახელმწიფო მოღვაწეებმა და სახელმწიფოს დავალებით ვინმე ნიკა ანთიძემ ზევალებოდა მისი კეთილმოწყობა და ასევე ტელევიზიით იქნა ნაჩვენები რა უნდა გაკეთებულიყო აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა ბატონებო. იქ თუ რამე შეცვლილია, ნახეთ, მიდით, ვინ გიშლით ხელს, რომ გააკეთოთ იქ, მაგრამ როგორც იქ არაფერს არ აკეთებთ, არც აქ აპირებთ ბატონებო, თქვენ რამის გაკეთებას. ასევე მე მინდა შევახსენო კოლხური კოშკი, მარტო კოლხური კოშკი და სახლი არ არის. ის არის მემორიალური სახლიც. თქვენ იცით ალბათ, რომ იქ დაკრძალულია კონსტანტინე გამსახურდია თავის მეუღლესთან ერთად, მირანდა ლავანდიშვილთან ერთად და მის ქალიშვილთან თამრიკო გამსახურდიასთან ერთად, რომელიც სხვათა შორის არის საქართველოს ისტორიის, იყო საქართველოს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დღეს კოლხური კოშკის მესაკუთრე გახლავთ ასევე ცოტნე გამსახურდია. ცოტნე გამსახურდია დღეს რა მდგომარეობაშია თითოეულმა თქვენთაგანმა იცით. ის ვერც ხელს ამოძრავებს, ვერც მეტყველებს, ასე ვთქვათ, ის დღეს სულყოფილი ადამიანი არ არის. გულისხმობ მისი ჯანმრთელობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ჩაითვალოს სულყოფილ ადამიანად. მე გულისხმობ მისი ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ. და ადამიანი, როდესაც არის უმოქმედო, როგორ შეიძლება მისი გვერდის ავლით მოხდეს რამის გაკეთება იქ. და ასევე მის ჯანმრთელობაზე დღეს მაინც და მაინც კარგი ხმები არ მოდის. რაც არ უნდა წერო თქვენ ინტერნეტში ბატონებო, რომ ასეა, ისეა და ავცელოთ ცრუ ინფორმაციები, თქვენ ახევარზე მეტია, თქვენ იცით ალბათ, რომ ჩაკეტილია ის კლინიკა, შმიდერის კლინიკა გერმანიაში და იქ
შესვლა, გამოსვლა თანამშრომლობისთვისაც კი არის პრობლემური. რა გაგებით? იქ როგორც კი შედის თანამშრომელი, მას სწრაფის ტესტი უტარდება COVID-თან დაკავშირებით და ესე უშვებენ. და იქიდან როგორც გამოვიდეს სიტყვაზე გარეთ რაღაც რამოდენიმე წუთით და უკან დაბრუნდება, ისევ ხდება მისი შემოწმება. ცოტნე გამსახურდიას ასევე თქვენ იცით რომ და მის ჯანმრთელობას და მის ხარჯებს აფინანსებს ფონდი ივანიშვილის ფონდი. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა გადაცემა ბატონებო წინათ ქარდუ ფონდთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა შეიძლება ადამიანს ნებისმიერი ქველმოქმედება ჩაუთვალო დადებითად რაზეა ლაპარაკი. კი მაგრამ ცოტნე გამსახურდიას რატო უნდა აფინანსებდეს ფონდი ქართულ? გამაგებიეთ. ცოტნე გამსახურდია ცნობილია დაზარალებულად, იცით თქვენ და იქ რამოდენიმე პიროვნება დაკავებულია და გასამართლებულია უკვე. კანონის მიხედვით, ხო? ადვოკატმაც, პროკურორმაც უნდა მოითხოვონ. უნდა მოეთხოვათ უпростоრედ უკვე სასამართლოზე ის ხარჯები, რომელიც აი ამ მის ჯანმრთელობის აღსადგენადაა საჭირო. და იხდის ის, ვინც ზარალი მიაყენა. ესეა ბატონებო წესი და კანონი. აბა ერთი ვინმე ცხრში ხელი დაარტყით ან სინიაკი და იმ წუთას გიანგარიშებენ კალკულაციით და ეგრევე გადაგახტევებიან რომ არ გქონდეთ დაგიყადაღებენ თელ ქონებას. ეს ერთი. დაუშვათ არ ყოფილიყო ცნობილი, მოხდარიყო ისე, რომ ცოტნე გამსახურდია დაეზარალებინათ და ის ბანდიტები და ყაჩაღები ყოფილიყო უცნობი და ასე ვთქვათ არ ცოდნოდა, ასე ვთქვათ სამართალდამცავ ორგანოებს. მაშინ რა ხდება? ყველა სახელმწიფოში და კერძოდ საქართველოშიც არის და უნდა იყოს სარეზერვო ფონდი. ხო ეგრეა ბატონებო. და ზვიად გამსახურდიაშვილი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაშვილი რატო უნდა იყოს დამოკიდებული ფონდი ქართულზე? თუმცა ამასთან დაკავშირებითად კიდე მინდა ერთხელ გავიმეორო, მაშინაც ვთქვი, რომ თურქეთში ყოფნის დროს როდესაც მას არაფერი არ უტარდებოდა, არანაირი ოპერაცია მას არ ჩატარებია, მარტო ასე ვთქვათ, აჭმევდნენ თუ იმას ჭამა ქვია, ფაფას დახარჯული იქნა 3 მილიონი ევრო. ბატონებო, ეს ფული რას მოხმარდა? ეთყობა ანაჯაბაურს, ხო? და მის, ასე ვთქვათ, თურქეთში ვოიაჟებს, რომელთან დაკავშირებით სხვათა შორის გადაცემა ჩაწერა ქალბატონმა მან არჩვაძე გამსახურდიამ, სადაც ნაჩვენები იქნა იქ ვიდეო მასალა, დოკუმენტები, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და რას აკეთებდნენ. ყველაფერი კეთდებოდა თურქეთში გარდა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობაზე ზრუნვისა. ამის გარდა ყველაფერი კეთდებოდა იქ. და მაშინ გახსოვთ თქვენ ქალბატონ მაანას მიერ, ჩვენს მიერ და სხვა კეთილი ნების ადამიანების მიერ მოთხოვნილი იყო ინტერნეტის საშუალებით მთელი ერთი ამბავი იქნა ატეხილი, რომ ცოტნე გამსახურდია გადაყვანილიყო. თუმცა მაშინაც გამოუჩნდნენ, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგები და იძახდნენ არ არის საჭირო თურქეთიდან მისი გადაყვანა და როდესაც იქნა დადებული მასალა, სადაც ის კლინიკა, სადაც ცოტნე გამსახურდია იმყოფებოდა, ეს იყო ონკოლოგიური სამამტყოფო. და არანაირი მაპროფილებელი არ იყო იმ ხრივ, რაც ცოტნე გამსახურდიას საჭიროებოდა. ეს ხო ფაქტია. მერე როგორც იქნა გადაიყვანეს ცოტნე გამსახურდია გერმანიაში. სადაც ჩაუტარდა რამოდენიმე ოპერაცია, ღვთისმადლით
მე როგორც ვიცი ნორმალურად არის ჩატარებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაცია დაიწყოს. რეაბილიტაცია ბატონებო ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანი უკვე გამოჯამთელებულია და მისთვის საჭიროა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, დამატებითი სხვადასხვა საშუალებები. რეაბილიტაციაში არ შედის კურნალობა ბატონებო. თქვენ შეგიძლიათ ეს ინტერნეტის საშუალებით დაგუგლოთ და ნახოთ, რას ნიშნავს რეაბილიტაცია. ცოტნე გამსახურდია დღეს ფიზიკურად არის მიჯაჭული. ვერც ხელსამოძრავებს, ვერც ვერაფერს. ის სურათები, რომელიც დაიდო ფოტოშოპის საშუალებით, ეს პატარ-პატარა სურათები, რომელიც არ იძლეოდა საშუალებას მისი, ასე ვთქვათ, ახლოს ნახვისა და სადაც ყველაფერი ჩანდა, რამ მდგომარეობაშიც არის, ცოტნე გამსახურდია. ეს ფაქტია ბატონებო. ამიტომ კი მაგრამ ცოტნე გამსახურდია, არ უნდა დაბრუნდეს კოლხურ კოშკში, თუ რა უნდა ქნას. ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრი აჟიოტაჟი იყო, ასევე ატეხილი, რომ ცოტნე გამსახურდია მიქ ვაზი მოიყვანა, არა მარტო ვაზი, თავის ხელით ხეხილი და ყველაფერი გააშენა ბატონებო იქ. და თავიდან ბოლომდე შეძლებს დაგვარად, რაც მას შეეძლო, ისე უვლიდა. თუმცა იქ სახელმწიფო დახმარებები ჩვენ არ გვინახია, როდესაც ეს შეიძლებოდა ამის გაკეთება, ერთ-ორ თვეში შეიძლება ხალხო ამის კოლხური კოშკი ის თავიდან ბოლომდე დაამთავრო. და მორჩე იქ სამუშაოებს. ერთ თვეში და ორ თვეში 15 სართულიან სახლებს აშენებენ ხალხო. რა გახდა ეს პრობლემა? მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ტერს არ სურს კოლხური კოშკის სრული ფუნქციონირება. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ იმ ადამიანებს, ცოტა გონს მოეგონ და თუ ისინი ზრუნავენ სახელმწიფოზე და ქვეყანაზე და საქართველოს რესპუბლიკაზე, ზვიად გამსახურდიაზე და მის მემკვიდრეობაზე, კოლხური კოშკი უნდა შეუნარჩუნდეს გამსახურდიებს. მათ ყავს მე პატრონეები უფრო სწორედ ბატონებო. ასე რომ დავანებოთ თავი იმ ფსევდო პატრიოტულ განცხადებებს, რომ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს და ასე შემდეგ. როდესაც სახელმწიფო იქნება ამ ქვეყანაში და როდესაც კანონიერი ხელისუფლება აღდგება ამ ქვეყანაში, ხო? მაშინ შეგიძლია თქვენ თქვათ, რომ არის სახელმწიფო. და ესეც, რა თქმა უნდა, ეს საკითხიც, ესე ქუჩაში გადასაწყვეტი არაა. დიდი ბოდიში და ყველაფერი ქუჩაში კი არ გამოაქვთ. მე პირადად ამ თემას არ შევეხებოდი, რომ არა მისი, ასე ვთქვათ, ქუჩაში და ინტერნეტ სივრცეში გამოტანა. რახან თქვენ გამოიტანეთ, ჩვენც ვალდებული ვართ, ჩვენი პოზიცია, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე როგორ უყურებ ამ საკითხს და ასევე ჩემსავით ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ასე. ასე რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს როგორმე კოლხური კოშკი ხელში ჩაიგდოს და ერთხელ და სამუდამოდ კოლხური კოშკი არ წარმოადგენდეს იმ ნათელს, სინათლეს და შუქურას, საიდანაც გამოდის ქართველი ხალხისთვის, ქართველი ერისთვის მომავლის იმედი. აგერ ბატონებო, მე რაპკოსტავას სახლ-მუზეუმზე ეწვიეთ და ნახეთ, აბა რა მდგომარეობაშია. მარტო ეზო ნახეთ რა მდგომარეობაშია. ერთი ეგრეთ წოდებული სკამიდებს მინჯღრეული ბატონი ისიც კი არ გამოუცვლიათ.
ზემოთ რო ახედავ დროშა შეხედედან ლახეთ რა დღეშია იმა დროშა თუ გიაღარ ნაგლეჯია სადა სახელმწიფო ბატონებო სადა ქვეყანა უფრო მეტიც ბატონებო დღეს უკვე მიწასაწყიდიან უცხოელებზე გაიყიდეს ყველაფერი ამ ქვეყანაში თუ რამე არსებობს გადაინაწილეს ამ ბანდიტებმა და ყაჩაღებმა ქართველებს რამე ეკუთვნის აბა მითხარით საბჭოთა ნომენკლატურის ოლიგარქებმა რო ჩაიგდეთ ეს ქვეყანა და ყველაფერი ბიზნესად რო აქციეთ და ყველაფრისგან ფულის გაკეთება რო გინდათ რამეს ვიგონებ ხალხო თუ რა იმის მაგივრად აქ მიეხედათ კოლხურ კოშკისთვის იქ ხიბულაში და იმაში რამის მავზოლეუმს აკეთებთ ხალხო და რა საჭიროა იქ ის ვერ გავიგე სადაც ზვიად გამსახურდია მოკლეს იმას რა ის უნდა განადიდოთ თუ რა არის ვერ გავიგე სასახელო ადგილია თუ იმის თქმა გინდათ რომ ზვიად გამსახურდია იქ იმყოფებოდა ზვიად გამსახურდია ბევრ სახში იმყოფებოდა ბატონებო იქ სამეგრელოში რა მაინც და მაინც ის მკვლელობის ადგილი აირჩიეთ თუ ამით ასე ვთქვათ პატივს მიაგებთ მკვლელებს რომლებიც დღემდე ქუჩაში დადიან როგორც შემკვეთები გულისხმობ როგორც შემკვეთები არა ერთი და ორი ხო ასევე აღსრულებლებიც და ამ სიტუაციაში თქვენ გინდათ კოლხური კოშკი აი ამ საბჭოთა ნომენკლატურის ოლიგარქებს ჩაუგდოთ ხელში როდესაც დღესაც გრძელდება დევნა ქალბატონ მანარჩვაძე გამსახურდიასი აგე რა 9 ნოემბერს რა გაუკეთეს ნახეთ თქვენ დღემდე აქციები გრძელდება და კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს რატო კოლხურ კოშკს მიაგებთ პატივს და მის ბინადარს მის დიასახლის ქალბატონ მანას არა ეს ორმაგი სტანდარტიც არ ქვია ამას ქვია მზაკვრება ბატონებო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არსა და არ ჩანს რომ დღევანდელი საოკუპაციო რეჟიმი რომელსაც თქვენ სახელმწიფოს უწოდებთ რამე დადებითი ძვრები იყოს ზვიად გამსახურდიას მიმართულებით რა ზვიად გამსახურდიას ძეგლი დგას თბილისში სადმე როდესაც ჩეკისტი ნასეტკა კეკებეს გენერალი ალიევის ძეგლი 3-ია ლამის ზვიად გამსახურდას ერთი ძეგლი არა აქვს არც 9 აპრილის გმირებს არა აქვს ერთი ქვა დადეს და დევს ის ქვა ეს ისე მოაშენა მე სააკაშვილმა ვერც კი გაიგებ რა წერია შენ და რა არის იმიტომ რომ მას უნდა დაეფარა რა თქმა უნდა თორემ მათთვის 9 აპრილი ეს არის მათი სიკვდილი იმიტომ რომ 9 აპრილს მოხდა თქვენი მხილება ოკუპანტებო მე არ გავაგრძელებ ბევრს ყველაფერი იცის ბატონებო დღეს ქართველი ერი არ არის იმ დონეზე რომ თქვენ მოატყუოთ როდესაც ხუხს და წვიმს და იქცევა ქვეყანა თქვენ გინდათ გვითხრათ რომ კარგი ამინდია მზე აცხუნებს ამას გვიმტკიცებთ ამას გვიმტკიცებდით 30 წელიწადი და თუმცა არ გამოგივიდათ არავინ არ გიჯერებთ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც არ გიჯერებენ
თუმცა ისიც თქვენიანი იყო და თქვენ გაправებისთვის იყვნენ აქ მოსულები, რომლებსაც ძალიან დიდი ფული წაიღეს აქედან. ქართველი ხალხის ჯიბიდან, ხალხო, ნუ გონია ვინმე იმ ნაძირლებს თავის ჯიბიდან ვინმე რამეს უხდის. არა, ბატონებო, ყველაფერი თქვენი ჯიბიდან მიდის. ჩვენი ჯიბიდან მიდის. ჩვენი კეთილდღეობის ხარჯზე ხდება მათი გამდიდრება. მოკლედ გამიგრძელდა მე მაგრამ რასიზმთ ძალიან ბევრი სალაპარაკოა დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა საქართველოში და რატომ ხდება კოლხური კოშკის ირგვლივ აი ამ საკითხის ასე ვთქვათ აპელირება და ასე ვთქვათ საზოგადოებისთვის აჟიტირება და მიწოდება ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ ზოგიერთვისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს და ამიტომ გადავწყვიტე მე რომ ეს საკითხი განმეხილა შეძლების დაგვარად როგორც შევძელი. თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრი აქვს, ბატონო მობზანთ ერთი და დაჯექით ეთერში და ძალიან მაინტერესებს რა პასუხებს გავწვეთ. იქ უფრო კაცრი ვიქნები და იქ უფრო მომთხოვნი ვიქნები, იმიტომ რომ მარტო ესე მონოლოგში ცოტა ძნელია. მე ქართველ ერს უსურვებ დამდეგ შობა ახალი წელს გაეტარებიოს კარგად და ეს წელი 2021 წელი ყოფილიყოს ქვეყანაში კანონიერების სამართლიანობის აღდგენის წელი ქართველი ერის ჯანმრთელობის წელი ქართველი ერის წინ წასვლის წელი ქართველი ერის დიდების წელი მაგრამ ეს დიდება არ მოხდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ სანამ ქვეყანაში არ აღდგება კანონიერი ლეგიტიმური ხელისუფლება თავის უზენაეს საბჭოსთან ერთად და სანამ ის არ დანიშნავს კანონიერ ლეგიტიმურ არჩევნებს სანამ არ მოხდება საბჭოთა ნომენკლატურის დემონტაჟი ჯაბა იოსელიანის და მსგავსნი მათნი და ედუარდ შევარდნაძის საოკუპაციო რეჟიმის დემონტაჟი ასე რომ იმედია წლევანდელი წელი გადამწყვეტი იქნება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში და არის კიდეც იცით თქვენ რა პროცესები მიმდინარეობს ამერიკაში და შესაბამისად ბატონებო ეს მოვლენებიც ალბათ საქართველოშიც განვითარდება სიკეთისკენ მე ამის იმედი მაქვს მჯერა სურს ყოველ შემთხვევაში და თქვენს გისურვებთ ამ სიკეთეს და ბედნიერებას თუმცა ძალიან ძნელია იმ უბედურებების ფონზე რაც ხდება ამ ქვეყანაში ეს ერთ წელიწადში ეს ყველაფერი გასტორდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი იქნება თუ ნაბიჯები გადაიდგმება აი ამ ქვეყნის მოწესრიგებისკენ მეც თავს არ შეგაწყენთ ბოდის გიხდით სიტყვა რომ გამიგრძელდა მაგრამ მე ყველას ერთად მოგიწოდებ დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები დავიცვათ ჩვენი მეობა ჩვენი ერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა პოლიტიკური მემკვიდრეობა ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ სხვა ამას ჩვენს მაგივრად არ გააკეთებს სხვა შეიძლება დაგვეხმაროს მე ვგულისხმობ კეთილი ნების ადამიანებს ვისაც სურს საქართველოსთვის სიკეთე მაგრამ უჩვენოდ ეს არ მოხდება არც ღმერთი ჩამოგვიგდეს ზემოდან ასე ვთქვათ გამზადებულს არა ბატონებო
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი ჩვენი ხელით. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ ქვეყნის ღირსი, ამ ქვეყანაზე რომ ცხოვრობთ. ჩვენმა წინაპრებმა სისხლი ღვარეს ამისთვის. ჩვენ რო დღეს აქ ვცხოვრობთ და ვართ, ზვიად გამსახურდია თავის სიცოცხლეს შეწირა, ჩემო კარგებო, დღემდე რო სახელმწიფო ვართ. და რა შვებით მის ოჯახს კიდევ ანადგურებთ, არა? იმის მაგივრად პატივს მივაგებდეთ. განურჩევლად ერისა, ფერისა, წარმოებისა თუ მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. არა აქვს მნიშვნელობა. კარგი, მოკლედ, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2021 წელი. თითოეული თქვენთაგანისთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა და ვინც ზრუნავს ამ ქვეყანაზე. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.